სამიტმა ცალსახად ტრამპის შემცირებული მხარდაჭერის ფონზე უნდა გააძლიეროს ევროპული მხარდაჭერა უკრაინისადმი, როგორც ეკონომიკური, ასევე სამხედრო. ამაში ცალსახად იგულისხმება ფულად დახმარება. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯები ვნახეთ თვითონ სტარმერმა გუშინ გააკეთა განცხადება. 2.7 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ასხის უბრალოდ გრანტის მიცემის თაობაზე, რომელსაც მერე დაფარავენ გაყინული რუსული აქტივებიდან, რომელიც არის დიდ ბრიტანეთის ხელში, ან ნაწილი ამ აქტივებისა. ეს ახალია ხო, მაგამდე ასეთი რამ არ მოხდა. დაიხარჯება. ყველა მიმართულების სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ ევროპულ ლიდერებს. ეს დღევანდელი ბლიც სამიტი არის, მაგრამ ვიცით ასევე, რომ 6 მარტს დაგეგმილი არის ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტი, რომელზეც მოუწევთ მათ შორის ინსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღება ევროპის უსაფრთხოების და უკვე უნგრეთის და სლოვაკეთის, ხო? 27 ქვეყანა ესწრება ამ დღევანდელი შეხვედრის და სადაც უბრალოდ შესაძლოა ვიცით, რომ წინააღმდეგია სამიტის შედეგად წერილობითი კომუნიკეს ცოტა განსხვავებული ვითარება იქნება, მაგრამ ეს სამიტი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ინსტიტუციურ გადაწყვეტილებებს მიიღებს ევროკავშირი მისი საგარეო თავდაცვის პოლიტიკის მომავალი განვითარების ტრაექტორიის შესახებ და იქნება მძლავრი ნაბიჯები გადასადგმელი ერთის მხრივ შიდა თავდაცვის და უსაფრთხოების შესაძლებლობების კონსოლიდაციის და მეორე მხრივ უკრაინის მიმართ დახმარების ინტენსიფიკაციის მიმართულებით, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ევროპა არ არის მზად დათმოს უკრაინა და დაუთმოს რუსეთს ამ ომის ბედი. ამ პროცესში მოლოდინი იყო, რომ ტრამპი შეიტანდა გარდატეხას, იმიტომ რომ ეს მისი წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო უკვე პრეზიდენტის რანგში გაკეთებული დაპირებების და ძალიან ხმამაღალი განცხადებების შედეგად ლოგიკური მოლოდინები იყო ევროპელების და ზოგადად მთელი მსოფლიოს მხრიდან. ხო, ხან სამ დღეში ამთავრებდა, ხან ორ კვირაში ამთავრებდა ომს და ცეცხლშეწყვეტი შეთანხმების მიღწევის პირობას დებდა, მაგრამ ეხლა უკვე მე მგონი ყველა იაზრებს, რომ ლომის წილი ან ყოველ შემთხვევაში გარდატეხის შეტანა ამ პროცესებში მოუწევს ევროკავშირს და ევროპის თვალსაჩინო ქვეყანას, მაგრამ ამავდროულად მათ ახალი საზრუნავი გაუჩნდათ, როგორ დააბრუნონ კონსტრუქციული დიპლომატიური დიალოგის არხში უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის საკმაოდ დაზიანებული ურთიერთობები. ბევრი საინტერესო მომენტი გამოჩნდა იმ პრეს ფულის ფარგლებში, რაზეც ისაუბრეს. ძალიან, რა თქმა უნდა, არასასიამოვნო, მოულოდნელი და დაუგეგმავი, პროტოკოლურად დაუგეგმავი ესკალაცია მოხდა საურთიერთობო ენის, მაგრამ ეს ესკალაცია გამოიწვია ერთის მხრივ ამერიკული მხარის მინიმალურმა ემპათიამ იმ გარემოს და ფონური პირობების გამო, რა პირობებიდანაც ზელენსკი ჩავიდა ვაშინგტონში. ემპათიაზე ვიტყვი, ჩვენი მაყურებელი ადევნებდა თვალყურს, როგორ ხდება ყველა ლიდერი ზელენსკი, მათ შორის ფიზიკური თვალსაზრისით აი პროდოსთან შემოძრეს, პრაქტიკულად ეფერებიან რაღაც ისე გამოხატავენ წნეხი, მოზამაზარი პასუხისგებლობა და ყოველდღიური ტრაგიზმში ცხოვრება, რაშიც უუწევთ უკრაინელებს არსებობა, იმიტომ რომ დახმარების თხოვნის პარალელურად მათ ძალიან ბევრი შიდა პრობლემები აქვთ, ეხოცებათ სამშვიდობიანი მოქალაქეობა, ენგრევათ მშვიდობიანი დასრულება მაცემეთა და თვითონ მშვიდობიან ქალაქებზე რუსულ მუდმივ შეტევებს და ამის ფონზე გასაგებია, რომ ემოციები ორივე მხარეს გაექცა, ერთს უფრო მართებულად ვიდრე მეორეს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შედეგი მივიღეთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც ძალიან ფხიზლად და მოზომილად უნდა შევხედოთ ამ პროცესებს. ამერიკის გარეშე სერიოზული გარდატეხის მიღწევა, როგორც საკითხვა და ვეთანხმები რთული იქნება, როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ასევე უფრო პოლიტიკური თვალსაზრისით. სხვა შორის, აი როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი სპეციალისტი, რომელიც და ყველა საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოს ერთნაირი ხედვა არ აქვს მოვლენების, ჩემთვის ძალიან გაუგებარი არის ამხელა ზეწოლა შეიარაღებაზე და თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდაზე, მაშინ როდესაც ომის პროცესში სწრაფი გარატეხა არის შესატანი პოლიტიკური თვალსაზრისით. ყოველ შემთხვევაში ეს იყო ტრამპის დაპირება და ეხლა ევროპის ქვეყნები 2%-დან 5%-იან დანახარჯზე როდის გადავლენ, ეს ძალიან გრძელვადიანი პროცესის ნაწილია, მით უმეტეს არ დაგვავიწყდეს, რომ ევროპის უსაფრთხოებას ნატოც იცავს და ამის ვალდებულება მათ აქვთ. შეიძლება ეს არ იყოს პირდაპირ მეხუთე მუხლის ამოქმედება, მაგრამ საერთო უსაფრთხოების გარემოზე ზრუნვის უკვე თითქმის რა ვიცი
თითქმის 80 წლიანი გამოცდილება აქვს ამ ადამიანებს და ამ სახელმწიფოებს და მნიშვნელოვანია ამის გათვალისწინება და თან ის რომ ევროპული დამოუკიდებელი კოლექტიური თავდაცვა არ განვითარებულა აქამდე ამაში წვლილი იმანაც შეიტანა რომ მთელი გასული წლების განმავლობაში ამერიკული ხაზი იყო რომ არ უნდა მომხდარიყო ნატოს შესაძლებლობების დუბლირება, არ უნდა მომხდარიყო ნატოს შესაძლებლობების დუბლიკაცია და არ უნდა მომხდარიყო ნატოს წევრი არა ევროკავშირის უსაფრთხოების წევრი ქვეყნების დისკრიმინაცია და ეს მარტო ძალიან დიდი ზეწოლა მოდის ხოლმე ევროპელებზე რომ აი ძინავთ და როდის გამოიღვიძებენ ეს არის მთელი ევროპული საფრთხეების არქიტექტურის დინამიკის შედეგი და არ არის მარტო რაღაც ევროპელების ფხიზლად ნაკლები სიფხიზლის ბრალი ხო უფრო ფართოდ უნდა დავინახოთ ეს პროცესები მაგრამ ხო ვთქვათ კარგი დაიძრა ეს დინამიკა და გადავიდნენ ევროპელები აქტიურ შეიარაღებაზე ვის აძლევს ხელს ასეთი მოჭარბებული მილიტარიზაცია ეს კიდევ უფრო ამწოვებს უსაფრთხოების დილემებს და ნელ-ნელა ლიბერალურ მსოფლიოს ეკონომიკაზე რა გავლენა ექნება მსოფლიოს მასშტაბით მათ შორის რაც ამერიკაზეც აისახება ხო საბჭოთა ირღვევა დიდი ხანია ტრამპის პირველი ვადიდან მოყოლებული როცა მან ცალმხრივად დაიწყო სავაჭრო დავები ჩინეთთან და ეხლა უკვე მის პარტნიორებთანაც ანუ ჩვენ რა გვჭირდება მცირე და საშუალო სახელმწიფოებს მათ შორის საქართველოს ხო მათ შორის უპირველესად უკრაინას ის არის ახლა ძირითადი საკითხი ამ დინამიკის ხო გვჭირდება ის რომ დაცული იყოს სამართლებრივი წესები. მარტო იარაღით შეუძლებელი არის ამ წესების ეფექტურად შენარჩუნება, თუ ყველაფერი მხოლოდ სამხედრო ძალის და უსაფრთხოების შესაძლებლობებზე გადავიდა, ეს ნიშნავს, რომ მაშინ იმარჯვებს ეს, ვისაც ნაკლებად ადარდებს საკუთარი მოსახლეობის ბედი. ძალიან ორმხრივი ურთიერთობები და ორმხრივი დინამიკაში მცირე და საშუალო სახელმწიფოები ხელიდან ხელში გადავლენ, როგორც იყო ირღვევა ეს კავშირი რაღაც ფუნდამენტურად თუ აი საფრთხე აქვს უბრალოდ ტრამპის ხედვების გარკვეული მიმართულებების სახით, იმიტომ რომ ისიც არ არის ძალიან თანმიმდევრული ხო მოდი ვთქვათ და მისი ადმინისტრაცია რაღაც ბევრი წინააღმდეგობრივი განცხადება კეთდება ხოლმე. ჩემი აზრით მსოფლიო ლიბერალური წესრიგი წლებია რღვევას განიცდის, მაგრამ ის მთლიანად მოკვდება და რაღაც ახალი ვთქვათ თანამედროვე ვენის კონგრესის ტიპის სისტემით ჩანაცვლდება, რომელშიც დიდი სახელმწიფოები ყოველდღიურად იღებენ გადაწყვეტილებას კონტინენტზე ქვეყნების ბედის შესახებ, თუ ახალი წესრიგი დამყარდება, რომელშიც ამერიკა იპოვის თავის ახალშეძენილ როლს და ხელახლა გახდება ლიდერი ამ მსოფლიო წესრიგისა, ამას ვნახავთ, ბევრი ვერსიები არსებობს, მაგრამ ეს არის მიმდინარე პროცესი, რომელიც ახლა ნელ-ნელა იშლება. იმედი და მოლოდინი რომ ტრამპის ადმინისტრაცია იპოვის ამ ძალას და რესურსს თავის თავში რომ ახალი ლიდერის როლით შეიმოსოს და გადაარჩინოს ძველი წესრიგი, გააუმჯობესოს ის და გახადოს გლობალურად უფრო